1943 წელია. ევროპა ცეცხლის ალშია გახვეული. სიჩუმე კი გადარჩენას ნიშნავს. მაშინ ის უკვე ლეგენდა იყო. მსოფლიოში ცნობილი ველომრბოლელი, ტურ დე ფრანსის გამარჯვებული. როდესაც ნაცისტი ჯარისკაცები მას საკონტროლო პუნქტებზე აჩერებდნენ, საფრთხეს ვერ ხედავდნენ. ისინი სპორტის ვარსკვლავს ხედავდნენ, ავტოგრაფებს თხოვდნენ, უწყობდნენ ხელს რომ გაევლო. მისი სახელი იყო ჯინო ბარტალი. ჯარისკაცებს არასდროს გაუჩხრეკიათ მისი ველოსიპედი. ჯინოს ველოსიპედზე დაკრულ ჩარჩოში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ეწყო. დაბადების მოწმობები, ვიზები, ფოტოები. დოკუმენტები, რომლებიც განკუთვნილი იყო ებრაელი ოჯახებისთვის, რომლებიც დაპატიმრებისა და დეპორტაციისგან იმალებოდნენ. ბარტალი ველოსიპედით დღეში 250 მილამდე გადიოდა. ამბობდა, რომ ვარჯიშობდა. სინამდვილეში კი ველოსიპედით მოგზაურობდა ოკუპირებულ იტალიაში, ქალაქიდან ქალაქში, მონასტრიდან მონასტერში და სახლიდან სახლში და დაატარებდა საბუთებს, რომლებიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავებას ნიშნავდა. Sono arrivati i vostri documenti. Lei è Adele Roncini, maestra elementare. Lei è Paola Comaschi, maestra elementare. Va bene. Deve sembrare una gita scolastica, mi raccomando. ყოველი მსგავსი გასეირნება სიკვდილით დასჯის საფრთხეს წარმოადგენდა. მხილების შემთხვევაში ადგილზე მოკლავდნენ. მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. ომის შემდეგ, როდესაც ბარტალი მისი გმირობის შესახებ ჰკითხეს, მხოლოდ ეს უპასუხა. კარგია ის, რასაც აკეთებ და არა ის, რაზეც ლაპარაკობ. მან ეს საიდუმლო 10 წლეულების განმავლობაში შეინახა. მსოფლიო სიმართლე ომის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ შეიტყო. ზოგჯერ ველოსიპედი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ასეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაც არის. თუ მას გმირი მართავს. C'è un detto che dice: campioni si nasce, non si diventa. Io invece dico: campioni si nasce sì, ma si può anche non diventare.